ადამიანის უნარი და შესაძლებლობაა აეთვისებინა დედამიწისეული რესურსები და მიიღო მისგან სარგებელი. კაცობრიობის მთავარი მიღწევათაგანია სარგებლის მიღების ამ პროცესის აღსაწერად, საუკეთესო ტერმინი კი მრეწველობაა. მრეწველობა ყოველთვის იყო მატერიალური სფეროს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი დარგი, თუმცა მე-20 საუკუნიდან ამ მიმართულებით პროგრესი არანახული ტემპით წარიმართა და შედეგად ტექნოლოგიებით გადასხვაფერებული ის რეალობა მივიღეთ, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. რამ გამოიწვია ამგვარი რადიკალური ცვლილება და სწრაფი ნახტომი? შექმნა თუ არა მე-20 საუკუნემ დღევანდელობა? ცალსახაა, რომ ამ ყოველივეს საფუძვლად მრავალი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორი უდევს. თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობის ალბათ მაინც იმ ადამიანთა გამომგონებლური ნიჭი იყო, რომელთა სახელების დღეს სამეცნიერო წრეების მიღმაც კარგად ვიცით. ამ ვიდეოში სწორედ იმ სამ მეცნიერზე, ტომას ედისონზე, ნიკოლას ტესლაზე და ალბერტ აინშტაინზე მოგითხრობთ, რომლებმაც ფუნდამენტური იდეები აჩუქეს ტექნოლოგიის განვითარებას. ამ ადამიანთა ცხოვრების განსაკუთრებული დეტალების მოყოლით მათ მიერ შექმნილ ეპოქაში გამოგზაურებთ. ტომას ედისონი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი გამომგონებელია. 1847 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა. როგორც ამბობენ, საქმისადმი წმინდა ამერიკული მიდგომა ახასიათებდა და ამიტომ შეძლო გამომგონებლური და ბიზნესის კეთების ნიჭი ერთმანეთისთვის იდეალურად შეერწყო. 7 წლის ასაკიდან ტომას ედისონის განათლებას დედა ხელმძღვანელობდა. ყოველ მხრივ ცდილობდა შვილისთვის მეცნიერებისადმი ინტერესი გაეღვივებინა. 10 წლის ედისონმა უკვე საკუთარი საშინაო ლაბორატორია შექმნა და დამოუკიდებელი ექსპერიმენტების ჩატარებას შეუდგა. სწორედ ამ ლაბორატორიით დაიწყო ედისონმა ის საქმიანობა, რომლის შედეგებიც ჩვენს ყოველდღიურობას იმაზე მეტად განსაზღვრავს, ვიდრე წარმოგვიდგენია. იცოდით, რომ პირველი მექანიკური ბგერთა ჩაწერისა და ბგერთა წარმოების ხელსაწყოს შექმნას სწორედ მას უნდა უმადლოდეთ. ედისონის მიერ შექმნილი ფონოგრაფი თანამედროვე ჩამწერი ინდუსტრიის იმდენად ფუნდამენტური ნაწილი აღმოჩნდა, რომ მის გარეთ შესაძლოა ვერასდროს მოგვესმინა ჩვენი საყვარელი მუსიკოსების ალბომებისთვის. შესაბამისად არ არის გამორიცხული ფილმებისთვისაც კი უხმოდ გვეყურებინა. მუსიკის მოსმენა ამ ფილმების ყურება სიბნელეში ნამდვილად ძალიან რომანტიკულია, მაგრამ ფაქტია, რომ ღამის განათება, კერძოდ კი ნათურის გამოგონება ჩვენი ცხოვრების უდიდესი ცვლილება აღმოჩნდა. ცნობილი, მაგრამ არაზუსტი ფაქტია, რომ ის ტომას ედისონმა შექმნა. თუმცა ვერ გამოურიცხავთ, რომ იმან, რაც მან ნამდვილად გამოიგონა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელებისა და ქუჩების განათებაში. კერძოდ, ედისონის მიერ შექმნილი ნათურა მინის კოლბა იყო, რომელსაც მირჩევლული ვარვარების ძაფი ჰქონდა. ვაკუუმის შესაქმნელად კი კოლბიდან ჰაერი იყო გამოტომული. ედისონმა გამოგონებაზე მუშაობა მაშინ დაასრულა, როცა ვარფრამის ძაფის დასამზადებლად საჭირო მასალას მიაგნო და ეს იდეა შეიზღიდა. ამის შემდეგ მან ცდები განაგრძო და აღმოაჩინა, რომ დენს შეუძლია ნათურის შიგნით არსებულ ვაკუუმში იმოძრაოს, თუმცა ამის მიზეზს ვერ მიაკვია. დღეს უკვე ვიცით, რომ ეს მოვლენა ვარფრამის ძაფიდან გამოყოფილი ელექტრონების მოძრაობის შედეგია. ამას ედისონის ეფექტი ჰქვია. სწორედ ეს აღმოჩენა დაედო საფუძვლად თანამედროვე ელექტროობის პრინციპს. ედისონს არც ამის მერე განელებია გამომგონებლობის შინი. საკუთარ ლაბორატორიას მან გამომგონებელთა ქარხანა უწოდა. გადმოცემის თანახმად მას თავისი თითოეული თანამშრომლისთვის იდეების კვოტა ჰქონდა განსაზღვრული, ხოლო საკუთარი თავისგან ყოველ 10 დღეში ერთხელ მცირე გამოგონებას, ყოველ 6 თვეში ერთხელ კი დიდ აღმოჩენას ითხოვდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი გამოგონებები ყოველთვის სულაც არ ემსახურებოდა ინდუსტრიულ პროგრესს. მაგალითად, კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საზარელი გამოგონებაც ელექტროსკამი სწორედ ედისონმა შექმნა. ზოგი მას გენიოსად მიიჩნევდა, ზოგიც შეშლილად, მაგრამ სწორედ ტესლას უნდა უმადლოდეთ, რომ ჩვენს ბინებში დღეს ცვლადი ხელმისაწვდომი ელექტროობა გვაქვს. მეცნიერების ისტორიაში ალბათ არ არსებობს იმაზე დიდი დაპირისპირება, რომელიც ტომას ედისონსა და ნიკოლას ტესლას შორის იყო. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ როცა ნიჭიერმა სერბმა ფიზიკოსმა სამეცნიერო წრეებში გაითქვა სახელი, მას ედისონმაც შეიტყო და 1891 წელს თავის კომპანიაში სამუშაოდ მიიწვია. ედისონს სჭირდებოდა სისტემა ელექტროობის გასანაწილებლად. ამ პრობლემის გადაჭრის სანაცვლოდ იგი ტესლას დიდი რაოდენობით თანხას დაჰბირდა. ტესლამ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა და ედისონის კომპანია უზარმაზარ ხარჯებს გადაარჩინა. თუმცა დაპირებული თანხის სანაცვლოდ ედისონისგან მხოლოდ დაცინვა მიიღო. თითქოს იგი თანხის გადახდას რეალურად არ შეპირებია და ტესლამ უბრალოდ ამერიკული იუმორის გაგება ვერ შეძლო. სამსახურის მიტოვების შემდეგ ტესლამ მარტო დაიწყო მუშაობა. მისი კომპანიაც ელექტრომოწყობილობებს აწარმოებდა და ყიდდა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ტესლამ ცვლადი იდეა აითვისა, მისი პროდუქცია კონკურენტთან შედარებით, რომელიც მუდმივ დენს ჰქმნიდა, ბევრად ეკონომიური გახდა. ცვლადიდენი არის ენერგია, რომელსაც არ გააჩნია პლუსი და მინუსი და წამში 53-ჯერ იცვლის მიმართულებას, ხოლო სადენებში მოძრაობის დანაკარგი თითქმის არ აქვს. მუდმივი დენი კი ბატარეებს ან აკუმულატორის მიერ გამომუშავებული დენია. ამის შედეგად გავლენიანი ედისონი სულ უფრო და უფრო კარგავდა შეკვეთებს, რაც მისთვის როგორც ბიზნესმენისთვის იმედგაცრუების უდიდესი წყარო იყო. ის ამ ორთაბრძოლაში ბინძურ ხერხებსაც არ ერიდებოდა. ცვლადი დენით საჯაროდ აწყობდა წარმოდგენებს უპატრონო ძაღლებს, ცხენებს, სპილოზეც კი
კი და სადემონსტრაციოდ ხოცავდა მან, რათა ხალხი ტესლას წინააღმდეგ განეწყო. 1895 წელს ნიკოლას ტესლას ლაბორატორიას კოლორადოს სპრინგსში ცეცხლი წაიკიდა და დაიწვა. განადგურდა მეცნიერის უმნიშვნელოვანესი მოწყობილობები და ჩანაწერები. არსებობს დაუსაბუთებელი ვარაუდი, რომ ამ საქმეში ედისონის ხელი ერია. AC/DC ეს სახელი თქვენთვისაც ავსტრალიურ როკ ჯგუფთან ასოცირდება. გაგიმხელთ, რომ სინამდვილეში ეს ცვლადი და მუდმივი დენის აბრევიატურაა. სწორედ ნიკოლა ტესლასა და ტომას ედისონის წყალობით მიიღო ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ბენდმა ეს სახელწოდება და სამუდამოდ დააკავშირა ჩვენი მისდამი ასოციაცია როკთან. მსგავსი მოვლენებისა და ხშირად ერთობ არაეთიკური ნაბიჯების მიუხედავად ამ არანორმალურმა კონკურენციამ მე-19 საუკუნის ორ უდიდეს გამომგონებელს საკუთარი ქმნილების სრულყოფის სტიმული მისცა და გენიალური გამოგონებების მთელი წყება დაგვიტოვა. ერთ-ერთი ინტერვიუზე ალბერტ აინშტაინს სთხოვეს გაეზიარებინა თუ როგორი გრძნობა იყო მსოფლიოში ყველაზე ჭკვიან ადამიანად ყოფნა. მან უპასუხა: არ ვიცი, ნიკოლა ტესლას კითხავ. მართალია ამ ისტორიის სანდოობა ერთობს საეჭვოა, თუმცა მას მხატვრულ ხიბლსა და სიმბოლურ დატვირთვას ნამდვილად ვერ დაუკარგავთ. ტესლა და აინშტაინი ხომ მართლაც იყვნენ თავიანთი დროის გამორჩეული მოაზროვნეები. ალბერტ აინშტაინმა მე-20 საუკუნის ფიზიკაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. მისი რადიკალური იდეები რომ არა, შესაძლოა ლაზერი, ტელევიზია, კომპიუტერი, კოსმიური ხომალდი და ბევრი სხვა რამ, რის გარეშეც თანამედროვე რეალობა წარმოუდგენელია, ჯერაც არ ყოფილიყო გამოგონებული. გადმოცემის თანახმად აინშტაინი სკოლაში ცუდად სწავლობდა, რის გამოც მასწავლებლებს მისი მომავალზე ხელი ჰქონდათ ჩაქნეული. თუმცა სკოლის დამთავრებიდან ცოტა ხანში ალბერტი სერიოზულად დაინტერესდა მათემატიკით და მის შესწავლას მიჰყო ხელი. ის ერთხანს იტალიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც მალევე აღიარეს მისი მათემატიკური და მეცნიერული ნიჭი. აინშტაინმა ერთი წლის განმავლობაში, როცა მხოლოდ 26 წლის იყო, გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი, რომლებმაც სრულად შეცვალეს მეცნიერთა აზროვნების მიმართულება. ამ ნაშრომების წყალობით მან მსოფლიო სახელი მოიხვეჭა. გერმანიაში ნაცისტური პარტიის აღზევების პერიოდში მისთვის, როგორც ებრაელისთვის, ცხოვრება უსაფრთხო აღარ იყო. ამიტომ 1933 წელს იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და დარჩენილი სიცოცხლე იქ გაატარა. აინშტაინის მეცნიერული იდეები ისეთი უჩვეულო და ნოვატორული იყო, რომ თავდაპირველად სამეცნიერო საზოგადოებასაც კი გაუჭირდა მასში გარკვევა. მან დროისა და სივრცის შესახებ ფარდობითობის თეორია შექმნა და ასევე შეიმუშავა ატომის შემადგენელი ნაწილაკების ელექტრონებისა და პროტონების ქცევის თეორია. დღეს სწორედ ამ თეორიის მეშვეობით იკვლევენ მეცნიერების სამყაროს აგებულებას. ატომური იარაღის შესაქმნელად სწორედ მისი მეცნიერული იდეები გამოიყენეს, თუმცა თავად აინშტაინი მშვიდობის თავდადებული დამცველი იყო. დღეს ეს სამი ფიგურა პოპკულტურის ნაწილადაა ქცეული და მათ ცხოვრებაზე ალბათ ლეგენდები უფრო მეტია ვიდრე ნამდვილი ფაქტი. მაგრამ მთელი ეს დრამა, საიდუმლოებათა წყება და ანეკდოტები გვერდით რომ გადავდოთ და მხოლოდ მათ განმოგონებებს შევხედოთ, მივხვდებით, რამდენად განსაზღვრა ამ სამ ტვინში დაბადებულმა იდეებმა თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი, მსოფლიო ეკონომიკა და გეოპოლიტიკა. მოგიხსენებათ აინშტაინი თავისი ფრთიანი ფრაზებითაც ცნობილია, ეს ერთ-ერთი ამ ვიდეოში განხილული სამი ადამიანის ცხოვრებას საუკეთესოდ აჯანყებს. ეცადე გახდი არა წარმატებული, არამედ ღირებული. და ბოლოს გამოიწერეთ არხი და დააკომენტარეთ თუ როგორ მოგეწონათ ვიდეო.